მოგესალმებით თამარ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში. ისევ Eagle Hills-ის პრომობიჭუნას ნობას მიხედავს, იქ დაზეპირებული ტექსტებიც მაინც ლაპარაკობს სახლების კვადრატულობაზე და სველი წერტილების რაოდენობაზე და ისევ მაგას მიაწვეს, იმიტომ რომ რამდენი გადაუხავს თემიდან ხოლმე, ეხლა რა ვიცი, ერთის მხრივ რასაც ვერ ვიტყვი ირაკლი კობახიძეზე, რომ რაც გაუნათლებელი კაცია, მაგრამ რა ვიცი, ნულოვანი პატივისცემა ქონია თავის განათლების ასე გამოდგა. ტყუის და თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუე, ეს კაცი ავადმყოფია, პათოლოგიური მატყუარი არის, რა თქმა უნდა, ტყუის არავითარი ანტიიმიგრაციული ნარატივები ჩვენ არასდროს არ გქონია. ჩვენ ვამბობდით ორ რამეს სხვადასხვა დროს, თუ ამ საკითხის გარშემო, ამ საკითხთან ახლოს ტრიალებს და ამაზე აქცენტირებდა, ჩვენ ვამბობდით ერთს, რომ საქართველოს არ უნდა გახდეს რუსეთის ფედერაციის უკანა ეზო და საქართველოში მასიური შემოდინება რუსების არ უნდა მოხდეს და ამას რომ ვამბობდით, ამის შედეგი რა იყო ქალბატონ თამარ? რუსიფიკაცია, რომელიც დაიწყო მაშინ, როცა ჩვენ ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ. და დღეს აი იმ ეტაპზე ვართ რუსიფიკაციის, რა ეტაპსაც მთელი საქართველო ხედავს ფაქტიურად რუსეთის უკანა ეზოდ ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა და მეორე ეს ეხებოდა Eagle Hills-ის პროექტს, სადაც ვამბობთ და ეხაც ვიტყვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ და რა ვიცი, ეხა უციგნური კაცი არაა და ფაშისტი არის ნამდვილად იცის. თვითონ რომ ფაშისტია, ეს ზუსტად იცის. თვითონ რომ კლასიკური გაგებით პოპულისტი ფაშისტი არის, ეგ იცის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა როგორც ნამდვილი ფაშისტს ახასიათებს იქით დაბრალების პოლიტიკა, ხო? გაიხსენეთ გებელსის ცნობილი მიდგომები, რომ აქეთ უნდა დააბრალო ყველა უბედურება, რასაც საკუთითონ წარმოადგენ, იმისთვის რომ ხო განეიტრალო მოწინააღმდეგე. ჩვენ ვამბობდით და ეხაც ვიტყვი ამას. ანკლავების მშენებლობა დახურული ქალაქების მშენებლობა თბილისსა და ბათუმის მახლობლად, ქალაქების, რომელიც კომუნიტარული განვითარებისთვის არის განწირული, ამ ქვეყანაში კომუნიტარიზმისკენ არის განწირული, არის კატასტროფა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის. ეს არის კატასტროფა. ერთის როგორც პოლიტიკურად და არც ერთი სხვა ასპექტით სწორი არ არის, რომ თბილისთან და ბათუმთან ანკლავები შექმნა, სადაც დამოუკიდებლად საქართველოს სოციალური და პოლიტიკური ქსოვილისა განვითარდება ურბანული ცხოვრება. აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება ანკლავების შექმნის ზოგადად. საბჭოთა კავშირმა ყველა ის ნელი მექანიზმის ნაღმი ჩაგვიდოს სწორედ ანკლავური განვითარებით გარკვეულ ადგილებში და ამის შედეგებს ეხაც ვიცნობთ. ამიტომ ეს პრობლემაა, ეს კატასტროფაა და ამაზე კიდევ ბევრჯერ ვიტყვით. ხო, თავიდან ის არის თაზო, როდესაც თქვენ მოითხოვთ მაგალითად ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას, თქვენ ეუბნებით რომ გაასაჯაროეთ, ისინი პასუხობენ მიგრაციას ასე ვებრძვით. დიახ. მიგრაციაში ვებრძვით. აი ჩვენ რო დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, ესენი გამოვიდნენ და ყოველ მეორე დღეს იმის აქ პოლიციის შესაძლოს იმაზე ვებგვერდზე დებენ ვიდეოებს, როგორ აძევებენ ადამიანებს, ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, ყველაზე გაჭირებულ ადამიანებს ისეთ ქვეყნებიდან, რომლებშიც ან ომია, ან სისხლისმცემელი რეჟიმებია და ადამიანებს ამ ქვეყნებში ასახლებენ რაღაცა ჩვეულებრივი ხო პირველქმნილი რაღაცა ამება ორგანიზმის მსგავსად მიმირებენ შეერთებულ შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას, ცდილობენ რომ აი იმათთან რაღაცა პარალელი გაავლონ. ისინი ხალხს ქვეყნიდან ამათ ვინ უნდა გაყარო ვიღაცა შრი-ლანკელებს რო ყრიან ქვეყნიდან ეგ არის ვეუბნებით რომ რუსები გაყარე ამ ქვეყნიდან რუსი რომელიც მტერია რომელიც ჩექმა სახეზეა დადებული ქართველი რომელიც საქართველოს აუპატიურებდა შვილებს უხოცავდა რომელიც არმია ყავს განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე ეგენი გაათრია აქედან თქო მაგას ვეუბნებით რომ ამ ხალხმა არ მოიკიდო საბოლოოდ ფეხი და ის რაც საბჭოთა კავშირის დროს და იმპერიული კოლონიზაციის დროს ვერ მოახერხეს გარუსება ამ ქვეყნის ეხა არ მოხდეს ეგ ამაზე ველაპარაკებით და შრი-ლანკელებს დაერიან და იმათ ყრიან ქვეყნიდან არაბული ანკლავების და კომუნიტარიზმის პრობლემაზე ველაპარაკებით კორუფციაზე და აფიორაზე ხელშეკრულების გასაჯაროებას თქო და ფაშისტებს გვეძახიან ანუ ქართულ ხალხს დაანათლად დაინახავს ვინ არის ჩვენ შორის ფაშისტი და ვინ არა და ნუ აი ხა ილიაუნის ამბავი ახსენე და შალვა ერთადერთი ხა რა ვიცი ხა უნდა გავაკრიტიკო ამ თვალსაზრისით ილიაუნი რომ რა ვიცი კატასტროფა არის შალვა პაპუაშვილის მსგავსი არსება ასოცირებული პროფესორია თურმე ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის რა უნდა მაგას უნივერსიტეტში რა უნდა მონღოლ მეჯოგეს უნივერსიტეტში რომელიც ყველაფრის მკადრებელია მართლა მთელი შეგნებული ცხოვრება ხალხო 48 წლიდან 21 წელი გერმანელი გადასახადის გადახდელების ხარჯზე აღმოცენდა მართლა ეს არაღზევებული არარაობა და ეხა აი იმითი არის დაკავებული ითიც არის დაკავებული BBC-ს უნდა უჩივლოს და BBC არ ყოფნის და ეხა ისა რა ქვია მეფე ჩარლზ მესამეს უნდა უჩივლოს იმიტომ რომ BBC-ს არ მოუურარა რაღაცა პაპანიაციამ და ივანიშვილის მეთოდებით. შედეგი ამასაც ყველა ძალიან კარგად ნახავთ. სირცხვილი.
დიახ. სირცხვილია, ეს კაცი არის ჩვენ საზოგადოების სირცხვილი. კი ბატონო, თაზო სხვა თემებზეც მინდა აუცილებლად გკითხოთ და მათ შორის ეს იქნება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, უბრალოდ ნეტგაზეთის შეკითხვაზე პასუხი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის ამერიკის შეერთებული შტატები 33 წელია მთავარი პარტნიორია და ეს ასეც გაგრძელდება. აქვე ნახსენებია ტრამპის სამშვიდობო შეთანხმება, სომხეთ-აზერბაიჯანი, იქ ჯეი დი ვენსის ვიზიტი და რა შესაძლებლობები უნდა კონდეს ამ ვითარებაში საქართველოს და აქვე ნათქვამია საქართველოს უნდა გადადგას ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამტკიცებისა და წისვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. თაზო ჩვენ ვხედავთ ეხა ქართული ოცნების რიტორიკა ჩვენ ვახსენეთ ერთს სპილოზე ეკითხებით და სტაფილოზე პასუხობენ ეს მათი რაღაცა სტილია ასეთი მაგრამ დილით გვეუბნებიან რომ აი დარსალია შეხვდა შეერთებულ შტატებში ყავალაშვილმა ვიღაცას ხელი ჩამოართვა. მამუკა მდინარაძე იყო წასული და ურთიერთობა უნდა დავალაგო და საღამოს ირანის ფერებში გვინათებენ ანძას, ხო? მთელი აი ეს რიტორიკა, მათის მოქმედებები, მათი ნაბიჯები მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ ამ ურთიერთობის შეცვლას და დაალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არა, ქალბატონო თამარ, რა თქმა უნდა არ მიუთითებს ამაზე. ეს არის ჩვეულებრივ მარტივად რო დავარქვათ, ეს არის ძალიან იაფფასიანი, დაბალი დონის ვაჭრობა, ჩემი ფული მომეცით. ეს პარანოია მართლა ივანიშვილის პარანოიას შეეწირა საქართველოს ისტორია, პირდაპირ ვამბობ ამას. ერთი ახირებული კაცის პარანოიას, რომ ვიღაცა მას ფული წაართვა, ვიღაცა მას ფულს უმალავს სადღაც დასავლეთში, აი ამ პარანოიას ეწირება ის, რომ ამიერკავკასიის ისტორია, ჩვენი რეგიონის ისტორია ეხლა იწერება საქართველოს გარეშე. საქართველოს სადაც არის მე მგონი 7 სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული. ყველა ვიცე-პრეზიდენტი იყო, რაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ ამ ქვეყანაში ნამყოფი და ამერიკის პრეზიდენტია ვიზიტით ნამყოფი ქვეყანა, რომელიც ფორპოსტი იყო დასავლური ცივილიზაციის შეერთებული შტატების პირობებში ამ რეგიონში და ქვეყანა რომლის უსაფრთხოების გარანტორიც იყო შეერთებული შტატები ეხა ხდება აი ისტორია იწერება ფაქტიურად აზერბაიჯანის სომხეთში და საქართველოში საქართველოს არც გამოუხედია. ყველა ამაზე მარტივად რა აღწერს. საქართველოში კვერცხის ფასი აწუხებდათ ამ დროს ზუსტად პარალელურ რეჟიმში. მანდ მივდივარ ზუსტად. მანდ მივდივარ ზუსტად, აი ეს ხდება ჩვენ რეგიონში. ეხლა ერთია პოლიტიკური კონტექსტი და გესმით ალბათ რამხელა მნიშვნელობის არის, რომ ჩვენი რეგიონის ორი უმძიმესი კონფლიქტში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი გახდა შეერთებული შტატები და ფაქტობრივად რუსეთის განდევნის პროცესი დაიწყო და განდევნა იქიდან სადაც ფეხი ისე ქონდა მოკიდებული, არავის არ ჯეროდა რომ ყარაბაღის რუსულ სპეცოპერაციას ყარაბაღის კონფლიქტს გადაჭრიდა, უდიდესი თანხა იხარჯება და უდიდესი ინვესტიციებისთვის ემზადება სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ვერ გეტყვით რა მასშტაბის დელეგაცია, უკიდურესად მაღალი რანგის დელეგაცია იყო ბიზნესის თვალსაზრისით წარმოდგენილი ჯეი დი ვენსთან ერთად ბაქოშიც და ერევანშიც და ამის პარალელურად ჩვენსკენ არ იყურებიან მამუკა მდინარაძეზე იქ ჩავიდა ამის რაღაცად გაყიდვა უნდა და ბოლოს თქვენს რომ ნუ ეხლა რუტინული ვიზიტი იყო და ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტში 7 მილიონერი ზის და ქართულ ხალხს ელაპარაკება იქიდან ქათმის ფიზიოლოგიაზე ღორმა გოჭი როდის უნდა მოიგოს სწორი როდის არის და კვერცხზე ფას დაგიკლებთ ოღონდ აქედან არ გაგვიშვათო და ამის პარალელურად ეს აუცილებლად უნდა ვთქვა არაფერი ისლამური რევოლუციის წლის თავს არ აღნიშნავდნენ 410 წლის თავს აღნიშნავენ ქართველების ირანში წასვლისო ხალხო შახაბასის დროინდელ ქართველების დიძულებით მიგრაციას ირანში აღნიშნავენ ირანელებთან ერთად სისხლიან ისლამური რესპუბლიკის რეჟიმთან ერთად აი ამაში ცხოვრობთ. აი ეს ქვეყანა ამაში ცხოვრობს. აი მართლა რაიზეიმეს რა წარმოუდგენელი ამბავია. აი ნეტარაზე იმობ. თურმე ის ხალხი ტურისტულად წავიდა. აი გეთავარ. თურმე ის ხალხი 4 საუკუნის წინ იქ ტურისტულად წავიდა. შახაბასმა რომ ააოხრა ქალთკახეთი. თურმე თავისინებით წავიდნენ და რაღაც გასვლა იყო ირანში. ამაზე ვლაპარაკობთ დღეს. ამაზე ვლაპარაკობთ. რუსიფიკაციაზე ვლაპარაკობთ. ისლამურ რესპუბლიკასთან ირანის პირსისხლიან რეჟიმთან ფლირტზე ვლაპარაკობთ და ყველაფერზე პასუხს იღებენ. შეხედეთ, მე არ მინდა რომ მე ერთ რამეს ვხედავ, აი თქვენ სწორად აღნიშნეთ, ხო, რომ საღამოს ერთი დილით მეორე. ეს არის ქაოსში არიან. მათი ტვინებია ქაოსში არიან. ქაოსში ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი. რატომ გვირიფასები? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას. რატო ხართ ღარიბები? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას. რატომ გაკადრებთ ამას თქვენივე ხელისუფლება, რომ კვერცხზე გელაპარაკოთ? საქართველოს მოსახლეობის
უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში იხრჩობა. საქართველოს 700,000 სოციალურად დაუცველია, 900,000-მდე პენსიონერია და კვერცხის ფასზე გელაპარაკებთ პარლამენტში. 13,000 ლარიანი ხელფასებია. ხო, 7 მილიონერია. და საღამოს ისევ გეუბნება რომ შენო ეხა 6 წელზე ძველი მანქანა აქ რო შემოიყვანო მაგის უფლებას აღარ მოგცემო. ანუ კვერცხზე დაზოგე 3 თეთრი და მე მანქანაში გადაიხადე თუ რა ლოგიკა? აი აქაც ხო ამოვარდნილები არიან. თავისივე ნარატივს ეწინააღმდეგებიან. შეზიზღება ეს ხალხი. რა თქმა უნდა, შეხედეთ, აი ყველგან ერთი და იგივე, ყველგან იქ რომ მაგალითად იმაში რა ქვია, ფასების ზრდაზე პრობლემა ინფლაცია კი არ არის და ნათია თურნაო, რომელიც ახალი ამბავის კდება, რომ თურმე საქართველოს რეზერვები ჩინეთის სახელმწიფო ბანკში წაიღო ფასიან ქაღალდებში დასაბანდებლად, ეს კრიმინალი ჩვეულებრივი, ეს არაკომპეტენტური კრიმინალი კი არ არის, თურნავა და მისი საბჭო, რომელშიც ისეთი ხალხი შედიან, რა ვიცი ხა, წარმოდგენაც უარა აქვს, როგორ უნდა იმართოს ეროვნული ბანკი. აი ეს ადამიანები, რომლებიც ამ ფული ბეჭდეს ენ რაოდენობით და ინფლაცია რეალურად მათ გამოიწვიეს უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკომ ჩაკეტილობამ საქართველოს გამოიწვია ის რომ დღეს ყველაფრის ფასი 200%-ით არის გაზრდილი მინიმუმ 200% და ამაზე გეუბნებიან რომ კაცო ეს ჩვენი ბრალი კი არა და ჩვენ ამას კი არ შევცვლით განსახადს დავაკლებთ ან ინფლაციისთვის მონეტარულ პოლიტიკას შევცვლით თქვენ ბიზნეს დაგაწვევით კისერზე წიხლს დაგაჭერთ რომ თქვენ მოგება დაიკლოთ საქართველოს თბილისში ნამდვილად ვეთანხმები პაპუაშვილს რომელიც გუშინ ბოდავდა იშვიათად ვეთანხმები რაც რომ ვეთანხმები რომ თბილისში აერია დაბინძურებული. ოღონდ იქია პრობლემას იმითი კი გადავჭრით რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გავაკეთებთ. რა საზოგადოებრივ ტრანსპორტი უნდა გაკეთოთ? ვარკეთილის მეტრო ვერ დაამთავრეს ამ დღეურებმა. კორუფციის ისეთ ჭაობში იძირება. ეს ქალაქი რომ ერთი მეტროსადგური ვერ დაამთავრეს და პრობლემის გადაჭრა ის კი არ არის რომ არ ვიცი ველობილიკები ქონდეთ თბილისის შემოვლითი გზა არსებობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილად გაუმჯობესო. არამედ პრობლემა ისევ ხალხშია და ეხა აგიკრძალავთ მანქანებით სიარულს და ყველაზე ღარიბს დავაწვევები ვისაც არ შეუძლია იმისა რა ქვია 2021 წლის მანქანის ყიდვა და კისერზე იმას დავაჭერ წიხლს. ეს არის კლასიკური ავტოკრატიული მოდელი. როდესაც ყველაფერი ცუდი არის ხალხის ბრალი, ხალხი ამას გეუბნებათ. აი თქვენ ხართ ეგეთი ხალხი დაჩაჩანაკებული და აი ჩვენ აი ამას ბოლომდე გამოგისწორებთ. აი ამ რაღაცა მარაზმში ვიმყოფებით და ამის პარალელურად ცხოვრება მიდის ქალბატონო თამარ, ცხოვრება ვითარდება. ეს კაცი არის პროგრესის და განვითარების მტერი. ყველას უნდა ესმოდეს რომ ივანიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი მტერი. ის რეგრესული კაცი არის. ჩამორჩენილ ამბავში მივიდივართ ხალხო. რაზე ვლაპარაკობთ? და თან აი ეს ერთი არის რომ აი უკან დახევის აი ეს ნათლად უკან დახევის ეფექტი, ანუ ხო ჩვენ რას ვხედავთ უნივერსიტეტებში. ეს არის უკან დახევა, ხო? საბჭოთა ეპოქაში დაბრუნება, ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემაში, ოღონდ ესეც აი ისე ზუსტად როგორც ახასიათებს ივანიშვილს. უვიცად უგემოვნებოთ და არასწორად. არასწორად, იმიტომ საბჭოთა სისტემაც არ არის ეს. რა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ? რომელი ფაკულტეტი ნახეთ, რომელ ქალაქში ერთი რო არის იქ, ხო? აი ამაში ვცხოვრობთ. ეს კაცი არის, ამას უნდა რომ დაგვაბრუნოს თავის მახინჯ საბჭოთა ნოსტალგიაში. აი ამას უკეთებს ამ ქვეყანას და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ცხოვრება მიდის გვერდზე, შორს კი არა ევროპაში. აგერ გვერდზე ერევანში და ბაქოში. აგერ ნახავთ ერთ წელიწადში სად იქნებიან ისინი და სად ამოშლებით ჩვენ დროზე თუ არ შევცვალეთ. და ბოლოს თაზო აუცილებლად უნდა გკითხოთ, მიპასუხეთ იმ ახალ ერთობასთან დაკავშირებით ახალია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელახლა საუბარი რაღაც ახალ დოკუმენტზე, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს უნდა გაასაჯაროვონ, ან უახლოეს დღეებში, არ ვიცი და ხელი უნდა მოაწეროთ ამ ახალ დოკუმენტს. თქვენ როგორც ვიცი, არ იქნებით ამ ახალ გაერთიანებაში. რატომ, რა არის ამის მთავარი მიზეზი? კი ბატონო, როგორც მეც თქვენს გავიგე რომ ხელი უნდა მოწონო მოხსენებს, ჩვენ არ ვიქნებით ხელმომწერი ამ დოკუმენტის, ჩვენ არა ვართ ამ ერთობის ნაწილი. პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენ მგონია რომ ვთვლით რომ სწორი არის კოორდინაცია ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან, მაგრამ დღეს ლელოსთვის სწორია პოლიტიკურად და გამოდივართ ჩვენი ამორჩევლის და ჩვენი გადმოსახედიდან საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან და ვთვლით რომ ჩვენ ეხლა უნდა ვაწარმოოთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ხაზი. ეს პოზიცია ქონდა ლელოს შექმნის დღიდან ყოველთვის ეს პარტია გამორჩეოდა იმის რომ ხონდა თავისი უნიკალური ხაზი და აი ამაზე დაბრუნებას ვფიქრობთ. არავის არ ვაპირებს დაპირისპირებაში შესვლას, ბევრ რამეში შეიძლება ჩვენი და აი ამ კოორდინაციის ხედვები და სტრატეგიები ემხრობოდეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დღეს აი ის თავისუფლება, რასაც დამოუკიდებლად მოქმედება ქვია. მე აი ეს შემიძლია ვთქვა ამაზე. მე ვხედავ აი ამას დღეს ამ ვითარებას. ეხლა ეგრე სჭირდება პოლიტიკურ მოცემულობას.
მე სიმართლე გითხრათ, ვერ დავინახევ თქვა დეტალებში არა ვარ ჩახედული, დეტალებში წაკითხული მაგ ის ტექსტი, მაგრამ აი ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის დღეს რაღაცა კოორდინაცია შეიძლება, საუბარი ყოველთვის შეიძლება ჩვენი პოზიცია ამ პარტიის შექმნის დღიდან იყო ის, რომ ყველასთან ვლაპარაკობთ, ყველასთან საუბრობთ, თქო გვაქვს ყოველთვის უნიკალური ჩვენი პოზიცია. არავის არის სხვა ეხა რაღაცა სიღრმისეული მოსაზრებები არა გვაქვს, უბრალოდ თვლით, რომ ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება ეს თავისუფლება, რომ ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, როგორც ცალკე პოლიტიკური სუბიექტი, იმისთვის, რომ დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში სხვებთანაც, თქო ჩვენ ყველას მოვიაზრებთ ამ კოორდინაციაში. კი ბატონო, გასაგებია, რომ გამოქვეყნდება უკვე აი ამ დოკუმენტის შინაარსი, მერე უფრო დეტალურად გავივლით რა იყო თქვენთვის მიუღებელი და რატომ არ გამოვიდა ეს სრული ერთობა. დიდი მადლობა თაზო.